თითქმის თვითმკვლელის სიმღერა, ტყუილის სიმღერა, თოვლის სიმღერა, სოფლის სიმღერა. ეს გიორგი კეკელიძის იმ ლექსების მცირე ჩამონათვალია, რომელიც პოეტის ახალ კრებულში სახელწოდებით ახალი სიმღერები არის გაერთიანებული. კრებულის წარდგენა 29 ოქტომბერს 5 საათზე, 17 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. აღნიშნულ კრებულზე და დაგეგმილ ღონისძიებაზე სწორედ ახლა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან, მწერალთან და პოეტთან გიორგი კეკელიძესთან ერთად ვისაუბრებთ. მადლობა წარდგენისთვის ჩვენს ეთერში ახალი. მადლობა ინტერესისთვის. მე ძალიან მაინტერესებს ბატონო გიორგი და დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც რა თქმა უნდა ვისაუბრებთ კრებულზე, თუმცა კრებულის წინა პერიოდზე მინდა ვისაუბროთ, რამდენი ხანი გრძელდებოდა ამ კრებულზე მუშაობა და მთავარი კონცეფცია რა არის, რაც რის ქვეშაც ერთიანდება ყველა ლექსი. კი ბატონო. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ინტერესისთვის, სიხარულით ვარ თქვენთან სტუმრად. რაც შეეხება საკუთრივ კრებულს, მე ალბათ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ საქმეს მოვედები, ყველაზე უკეთ რაც გამომდის ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ეს არის ლექსების წერა და ჩემი ძირითადი ვნებაც ალბათ ეს არის, თუმცა მქონდა ძალიან დიდი და სერიოზული წყვეტა სხვადასხვა მიზეზით ნაკარნახევი, ობიექტურით და სუბიექტურით და შესაბამისად ბუნებრივია რომ აი ამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ამბავთან მიბრუნება გარკვეულწილად უკიდურესად მგრძნობიარე ამბავი აღმოჩნდა ჩემთვის და დიდწილად ორმა ერთმანეთთან სულად განსხვავებულმა ამბავმა იქონია გავლენა. პირველი იყო ეს დიდი დეპრესია, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში გავიარე, სრული აპათია და კოლაფსი, რომლიდან გამოსვლის შემდეგ მქონდა სურვილი, რომ ხელახლა მომესინჯა საკუთარი ძალები იმ სფეროებში, რომელშიც ასე თუ ისე რაღაც გამეგებოდა და კონკრეტული სიტყვა შეიძლება მეთქმოდა და მეორე იყო სხვა შორის როსტომ ჩხეიძის წერილი, რომელიც მან დაწერა ჩემს რამდენიმე ლექსზე და ამ წერილმა გარკვეულწილად მიბიძგა, რომ მიბრუნებოდი იმ სამუშაოს, რომელიც აგრეგატ მნიშვნელოვანი არის ჩემთვის და დავიწყე მუშაობა ინტენსიური, გარკვეულწილად ალბათ გასული წლის მიწურულიდან, მაგრამ რეალურად უფრო აქტიურად სადღაც მარტის ბოლოდან და შესაბამისად აი ხუჭა კვარაცხელიას დაწერილი წიგნის შემდეგ უკვე მთლიანად გადავერთე პოეზიაზე და ავაგე ეს ყველაფერი იმ გრძნობებზე, იმ ფიქრებზე, რომელიც ფრაგმენტულად მახსოვდა დიდი დეპრესიიდან ბუნებრივია, მაგრამ გარკვეულწილად ჩემს სხეულს და გრძნობებს დიდწილად ბუნებრივია განაპირობებდა. გიორგი, ახალი სიმღერები, ასე ქვია, კრებულსაც და სიმღერებად არის მოხსენებული ლექსები, ხო? ამის აქედან გამომდინარე ჰუმორესთან რა თქმა უნდა გაივლო, ხო, პარალელები შეფასებებში და სხვადასხვა ადამიანის დამოკიდებულებაში, ხო, კრებულის მიმართ და თან ძალიან ცხელია, პრინციპში გუშინ გვიაღამეს მოგვიტარა ხართ ვისაც ეს კრებული ხელში. დიდი პატივია და ცოტა ხანში რა თქმა უნდა. მე არ მჭერია. შეგვიძლია გიორგი, ხო, მოგვიყევით ამ მიმართულებაზე და ზოგადად რა საშუალება იყო ამ პერიოდში წერა, იმიტომ რომ ვიცით წერის მნიშვნელობა, ვიცით როგორც თერაპიული კუთხე ამ ყველაფრის, ხო? ვიცით რა ეს წერა და სხვადასხვა სახის თვით გამოხატვა მას შორის მუსიკაში, სიმღერაში გიორგი დამთანხმება და სხვა დანარჩენ თქვათ მიმართულებებში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის პოსტ-თერაპიული მოცემულობა ბუნებრივია, თავიდან შენ გჭირდება ჩვეულებრივი სამედიცინო მკურნალობა წერა ამაშელის, მაგრამ აი მერე უკვე ბუნებრივია ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ შენ გარკვეულწილად იხარჯები და გასცემ იმას, რაც დაგროვილი იყო და ყველა შემთხვევაში გულისხმობ ადამიანებს, რომლებიც აუცილებლად წაიკითხავენ ამას. მე მგონია, რომ ყველაზე უფრო აბსურდული წინადადება არის წინადადებები, რომლებსაც ხანდახან ვითომ სიმორწყვის გამო ვისმენთ, რომ ჩემთვის წერ, ჩემთვის მღერი, ვინც მღერის, ვინც უკრავს, ვინც წერს და ასე შემდეგ და შემდეგ ავტომატურად გულისხმობს შემფასებელს და მკითხველს. მაშინ ამას არ გააკეთებთ. ადრე თუ გვიან. გიორგი, ერთია რო ეკამ უკვე აი ჭირა ხელში პირველმა და ვუოთ სალამ ამბავს, მაგრამ მოდი
უთხრათ მაყურებელს, ხო? როდის და სად გაიმართება? ძალიან მოკლედ და უცებ გეტყვით, მესმის რომ ჩვენი ქრონომეტრაჟი შეზღუდული არის, წიგნი გამოსცა გამომცემლობა ინტელექტმა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას ბუნებრივია ამ რისკისთვის, იმიტომ რომ პოეზიას იშვიათად გამოსცემენ ხოლმე. გაფორმებული არის ნათელა გრიგალაშვილის ფოტოებით და იალონის სიმღერები, თანამოსასმენები არის დართული. წინა სიტყვაობა ეკუთვნის როსტომ ჩხეიძეს და ასევე არის მინაწერები ლიას ტურუასი, ანა ღოღობერიძეს და ზვიად რატიანს. რაც შეეხება წარდგენას, ძალიან დიდი სიამოვნებით გელოდებით, დასწრება თავისუფალი არის. ერთ რო გვაქვს გეორგიას სწრაფად არ გიშვებთ. ლექსად მოგვიყევით, მინდა ვაჩვენო, რომ აი ეს არის შტრიხ კოდი, სადაც შეგვიძლია იალონის ცოცხალ შესრულებაზე გადავიდეს. კი. და რაღაც ურთიერთკვეთები ბუნებრივია ამ ტექსტებსა და იმ სიმღერებს შორის, რომელიც კონკრეტულ ტექსტთან არის მითითებული, ფოტოს ბუნებრივია გავლით არის. ამ კრებულს კრავს ხო თითქოს მუსიკალურად? მცდელობა არის ამისი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ხელოვნება იმ თავითვე იყო სინკრეტული თავიდან ჩანასახში და ჟანრები მონაცვლეობ. თქვენ ახსენეთ რომ საკმაოდ იშვიათად რისკიც კი არის რომ პოეზიის გამოცემაო. რატო არის ესე? პოეზია რამე აქტუალობა ხომ არ დაკარგა? იცით რა არის? მე მგონია რომ პოეზია თავისი არსით ამ სიტყვის არა ბუნებრივია სნობური გაგებით, მაგრამ მაინც იყო ელიტური ხელოვნება. ანუ მასობრიობა შეძინა კონტექსტებმა მხოლოდ და მხოლოდ და ეს კონტექსტები სახესხვაობდნენ და ბუნებრივია კონკრეტული სიტუაციების მიხედვით თქვათ გთავაზობდნენ თავიანთ დამოკიდებულებებს საზოგადოებასთან, თორემ მისი გამგები ნამდვილი იყო ყოველთვის ძალიან ცოტა ბუნებრივია და შესაბამისად ცხადია რომ ეს კომერციაზეც აისახება და გარდაუვალიც კი არის და აქედან გამომდინარე ამგვარი კრებულების გამოცემა კომერციული თვალსაზრისით არის რისკი. მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ მივეჩვიეთ ბუნებრივია ინერციულ განცდას, რომ ეს საბჭოთა პერიოდში ცხადია უამრავი კრებულები იყიდებოდა, იმიტომ რომ მაშინ სუბსიდირებული იყო გარკვეულწილად და ხშირად ცხადია სამწუხაროდ ამ კრებულებს დიდად არც არავინ არ შლიდა. და მე ჭირდებოდა ბუნებრივია სამართებელი რომ ის ფურცლები გაგვეჭრა, მხოლოდ სილამაზისთვის იყო თაროებზე შემოდებული. პოეზიის ნამდვილი მკითხველი ყოველთვის იყო ცოტა. და ამაზე ლაპარაკობს გალაქტიონ ტაბიძეც, ლაპარაკობს ტიციან ტაბიძეც, მანამდე თქვა ძალიან ბევრი ქართველი ავტორიც რომ ამგვარი მაგრამ ბუნებრივია ეს გრაფომანული და ეს ზედაპირული ტექსტების კითხველი ყოველთვის არსებობდა. ბუნებრივია და იყო პოპულარული და შესაბამისად თქვათ ეს შლიდა სამწუხაროდ სელექციის ნიშნებს და დღეს აი ამ სოციალური ქსელების ეპოქაში მაინც ვერ გაარკვევ რომელი არის კარგი პოეზია, რომელი არის კარგი, ხო? იმისაც ბევრი ლაიქი აქვს. ვერ გაიგე. ამიტომ რეალურად ბუნებრივია რომ აქ ძალიან რთული არის აი ამ თქვათ წინააღმდეგობების დაძლევით მერე გამომცემლისთვის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ იღებს ამ გადაწყვეტილებას გამომცემლობა ინტელექტი, ზვიად კვარაცხელია, კახმე კუდავა, გვანცა ჯობავა, ადამიანები რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები აი ამ პროცესში და დიდი მადლობა ეკუთვნით და ბუნებრივია ქართული პოეზიაც ცოცხლობს. მე დავასრულებ უბრალოდ სად გაიმართება წარდგენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 5 საათზე კვირას, ანუ 29 ოქტომბერს დასწრება არის თავისუფალი, იალონი შეასრულებს სიმღერებს, იქნება ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები გამოფენილი და ძალიან დიდი სიამოვნებით გელოდებით. და გიორგი ალბათ სიტყვის მნიშვნელობაზე საუბრით უნდა გავაგრძელოთ. ერთადერთი რასაც შეუძლია დააცროს ტყივილი და ეს ერთადერთი რამ არის სიტყვა, ეს თქვენი სიტყვებია და შემდეგ ლანა ღოღობერიძის პატარა ამონარიც წავიკითხავ, სიტყვა ყავარჯენი, ანუ საყრდენი და მეც ამ ლექსების წაკითხვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები. სწორედ ამისთვის არსებობს პოეზია. ყავარჯნად შეუდგეს ტყივილს და ასე შეამსუბუქოს მეტიც მშვენიერი გახადოს ადამიანის არსებობა. ხო, ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი სათქმელი ამ კრებულის ირგვლივ, ხო? და მაინც აი ლექსებს რო კითხულობ, მაინც რაღაც თითქოს ბევრს ხვდება ეს ლექსები ავტორზე, ხო? თქვენი ბავშვობის თემაც არის, რა ვიცი, პერსონაჟები ბავშვობიდან, ანუ რას ამოვიკითხავთ, რას მივიღებთ? პოეზია ალბათ ლიტერატურული ჟანრთა შორის ყველაზე მეტად არის რეფლექსიური, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აი მეტაფორების გამო მაინც არ იგრძნობოდეს, ხო? კითხულობს მცდელობას იმისას, რომ გამოხატო საკუთარი თავი იმდენად, რამდენადაც შენ ეს გსურს. ბოლომდე ამას არავინ არ გააკეთებს არასდროს, იმიტომ რომ მე ყოველთვის და
მკაფიოდ ვეთანხმები უილიამ ფოლკნერს, რომ ჩვენ ვართ ის, რაზეც ვდუმვართ. მაგრამ აი ამ დუმილის ნაწილობრივი გამხელა არის პოეზია. ნაწილობრივი და შესაბამისად ალბათ ძალიან საინტერესო დანარჩენი ადამიანებისთვის. გიორგი, რამდენად ინარჩუნებს დღეს პოეზია და ზოგადად ხელოვნება იმ ძალას, რომ მაქსიმალურად იყოს ბუნებრივი და ადამიანსა და ავტორს შორის იყოს რაღაცა ხიდი, რომელიც ძალიან დიდ ემოციებს მისცემს მკითხველს დაწთავად. იცით რა, გარკვეულწილად ინარჩუნებს და ადამიანს ყოველთვის აქვს შიმშილი იმისა, რომ გარკვეულწილად ესთეტიკური თვალსაზრისით რაღაც ტიპის საკვები მიიღოს და ამას ეძებს ის ყოველთვის დღეს მით უმეტეს ეძებნა მართალია ქაოტურია სოციალური ქსელების გამო, მაგრამ გაცილებით კომფორტულია, ხო? იოლად ისერჩება თანამედროვე სლოგანი, იმითი ნეოლოგიზმით რო ვთქვა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს შენარჩუნება ჯერ კიდევ თვალში საცემია და მე მგონია, რომ ეს სამარაჯამო ამბავია, ისევე როგორც მგონია, რომ ადამიანს ადრე თუ გვიან მოშივდება სელექციური აზროვნება ლიტერატურაში და ხელოვნებაში, ანუ აღარ იქნება მინდობილი აი მართლაც აი მოწონებების რაოდენობას და ასე შემდეგ და ბუნებრივია ის ზღვარი, რომელიც აქვს კიჩურ ლიტერატურას და ნამდვილ ლიტერატურას, გრაფომანულ ვთქვათ მწერლობას და პირიქით გაივლება და ეს გავლება იქნება გარკვეულწილად მკაფიო და ახალი თაობისთვის შესამჩნევი, იმიტომ რომ ახალ თაობას ძალიან უჭირს კომუნიკაცია ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ რეალურად მათთვის ცოტა დამაბნეველი არის ის შემოთავაზებები, რომელსაც სოციალური მესოციალურს კი არ ვებრძვი, მე თვითონ ერთ-ერთი ისეთი აქტიური გამომყენებელი ვარ. უბრალოდ ეს სირთულე ახლავს, ვერ იგებ რა არის კარგი და რა არის ცუდი. ანუ რის მიხედვით უნდა შეაბიჯო იქ, ვთქვათ, ისაც ისევ გამოვიყენოთ ეს ნეოლოგიზმი, ინტერნეტ ნეოლოგიზმი დიდი ჰაიპი აქვს, თუ ის ვინც ვთქვათ შეიძლება სადღაც 50 ადამიანში ტრიალებს, მაგრამ კარგ ხარისხს გვთავაზობს, ვერ გაიგებ. უნდა ეცადო რომ ორივე ერთად გააკეთო, მაგრამ ეს არ არის ადვილი საქმე. ძალიან დიდი მადლობა. ალბათ უნდა დავასრულოთ ისევ როსტომ ჩხეიძის სიტყვებით, ჩვენ არ ვართ მარტო ის, რაზეც ვდუმვართ, ვართ ისიც, რაზეც მღერით. და სწორედ ახალ სიმღერებს გავიზიარებთ უკვე კვირა დღეს გიორგი კეკელიძიდან. დიდი მადლობა გიორგი. ორმეს მადლობა, თქვენ წიგნსაც ხელს თუ შემავლებინებთ. აუცილებლად შემოთავაზეთ. აი ჩემს ხელშიც გამოიარა. კარგი ენერგეტიკას გადმოგვყვა. მადლობა გიორგის შტაბებით და რა თქმა უნდა ყველას შეუძლია მისვლა კვირას ეროვნულ ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წარდგენას. კი ბატონო.